ბორჯომში იუსტიციის სახლი აშენდება სამი სავარაუდო ტერიტორია, სადაც მშენებლობა უნდა დაიწყოს. იუსტიციის მინისტრმა ქართული ოცნების მაჟორიტარ დეპუტატ გედევან ფოფხაძესთან ერთად მოინახულა. ბორჯომის იუსტიციის სახლი მოსახლეობას ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება. თეატრო ლუკიანმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბორჯომის ოფისების დაათვალიერა. თეატრო ლუკიანი ბორჯომის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საჯარო და სამოქალაქო რეესტრის აღსრულების ეროვნულ ბიუროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ასევე ნოტარიუსთა პალატის მუშაობას ადგილზე გაეცნო. ბორჯომელებსაც არ აქვთ ხელმისაწვდომობა ნორმალურ პირობებში ერთი ფანჯრის პრინციპით სახელმწიფო სერვისებზე. ჩვენ დავათვალიერეთ რამდენიმე ადგილი ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის დახმარებით ბორჯომში იმისთვის, რომ შევარჩიოთ საუკეთესო ხელმისაწვდომი ადგილი მოქალაქეებისთვის და წლის განმავლობაში უკვე საფუძველი ჩავუყაროთ ბორჯომის იუსტიციის სახლს. ბორჯომში იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები გაბნეულია ქალაქში და პრაქტიკულად ძალიან ცუდ პირობებში მუშაობენ და მოქალაქეებისთვის ნაკლებად არის ხელმისაწვდომი და რა თქმა უნდა საჭიროა ეს პრობლემა გადაწყვეტოს.